პირველი იმას ვიტყოდი, რომ უკავშირი თუნდაც შაბლონური უკვე ძალიან დიდი პლუსია. ის რომ ვერ გადახვედით შემდეგ ტურში, ესეც ძალიან დიდი ის არის შეღავათი კანდიდატისთვის, იმიტომ რომ ადამიანები ყოველდღიურად ელოდებიან აი გასაუბრებამ idеალურად ჩაიარა, მეტყვიან და აი ზუსტად ვიცი ამიყვანენ. და მე ხო უკვე ვიცი ამ პროცესის ბევრი გამოწვევა რა არის და აი მე კი ჩაიარა idеალურად, მაგრამ ეს შენ გონია ასე, იმიტომ რომ რეალურად შეიძლება საერთოდ არ გამოჩნდნენ და ვერც კი მიხვდე მიზეზს. ესე იგი, ძალიან რთულია HR-ების როლიც, იმიტომ რომ რეკრუტინგი და ამდენი ადამიანის ჯერ რეზიუმების გადარჩევა, მერე გასაუბრებების ჩატარება და სათითაოდ ყველას ადამიანს დაჯდე და მეილები წერო, ამას კიდე ცალკე სამსახური ჭირდება და ცალკე დრო. დამატებითი სოფტები ბევრ კომპანიას არ აქვს, რომ ელექტრონულად ავტომატიზებული მეილი მიუვიდეს კანდიდატს და უთხრას შეატყობინოს, რომ აი აღარ დაგველოდოთ და გააგრძელოთ მოძიება. ამიტომ ძალიან ბევრი პრობლემაა ზოგადად კომპანიებში და HR-ებზე ტყდება სულ ჯოხი. მაგრამ HR-ები არ არიან ყოველთვის დამნაშავეები და ამას კანდიდატი ვერ გებულოს, იმიტომ რომ კომპანიის შიდა პროცესები არ იცის. და აი ის რომ გაღიზიანებულია და უნდა სამსახური ავტომატურად გადააქვს მე აგრესია HR-ებზე, რომ ესეთი და ესეთი. ეს უკვე არის კომპანიის პრობლემა. HR-ს შეუძლებელია კონდეს თუ ასისტენტი არ ყავს, იმის დრო რომ ესე დაჯდეს და უკავშირზე იფიქროს ინდივიდუალურად და გაუგზავნოს. ეს იქნებოდა იდეალური, მაგრამ რეალობაში ესე ფიზიკურად არ გამოვა. მეც ვყოფილა რეკრუტერი და აი სასწაულად სტრესული პროცესია რა.